როგორ ახარ? როგორ ახარ? ძალიან ხარ რა მოხდით ჩვენ? მოძღვარმა მითხრა რა ქვიაო და მომთხარა ესე დამირი მქვია, მაგრამ დიმას მეძახიან მეთქი, მაშინ დიმიტრი იქნებიო და მთელი ეკლესიური სამყარო მიცნობს დიმიტრით. მე 24 წლის ვიყავი ეკლესიაში, რომ მივედი და 25-ის გავხდი 93-ის მარტში. ვინ იყო პირველი სასულიერო პირი, ვისთანაც მოგინდა? ძალიან კარგი მოძღვარი იყო, ერთმა იმასთან მიმიყვანა, ვინც მე გამზდიდა. ვინ იყო? ზაქარია მაჩიტაძე, დღეს არის დოლიძის თამარ მეფის ტაძრის წინამძღვარი. პირველი ზიარება ამ ცხოვრებასთან, ამ სამყაროსთან მასთან იყო ყველაფერი. და ქრისტესთან ზიარებაც. მაინც მისგან დავიწყე ქრისტეს შეცნობა. ბიძაჩემი დღესაც იეოველია და 1-2 წელი სულ აი არ მაძალებდა, მაგრამ ძალიან უნდოდა რომ იეოველი გამხდარიყავი და სულ მიხსნი და პირველად ღმერთზე მისგან გავიგე. ხო და მე კიდე არ მომწონდა ისინი ტრადიციებს არ აღიარებდნენ და სულ ეკამათებოდი. რომ მივედი ტაძარში, პირველი კითხვები ეგ იყო, მისგან რაც ისა, აი ამას როგორ შევეწინააღმდეგო. და მამამ ჩამაბარა ერთ-ერთს უნდოდა ბერობა. იქ ტაძარში ძველი მრევლი იყო, დღეს ის ბერია, არქიმანდრიტი ისიც გერმანიაშია და იმას ჩამაბარა და ამას უკითხები ახო ბევრიო და შენ უპასუხეო. და ის პასუხობდა ერთი თვე დაახლოებით. ერთი თვის მერე ჩემი კითხვები ისე გაიზარდა და ჩაყმავდა. ამან მიმიყვანა ისე მამაოსთან და უთხრა, ამის კითხვას მამა მე ვერ ვპასუხებ. და მე გადავწყვიტეთ რომ დამხმარებოდა უთხარი და სემინარიაში რომ ჩამაბარებინო და ერთი იყო თემა რომელიც ახარებიდან იყო ღმერთის სიყვარულია და ეს თემა დავწერე. ჩემი ქართულის გამოცდა მიიღო მამა მიხაილ ბოტკოველმა. მამა მიხაილ ბოტკოველი იყო ჩემი მოძღვრის მეგობარი, ეხლაც მეგობრები არიან. და ესე რომ დამიპირისპირდა და ვიცოდი რომ მექნებოდა პასუხი გასაცემი და ეს პასუხი არ იქნებოდა რბილი. ორი ცალი დავლი პირველ დაბარებაზე მამა მიხაილმა, რადგან მეუფეშიოს კურთხევით მამა მიხაილს დაავალეს ეს. რადგან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და პატივს ვცემდი მაგან ადამიანს. ეხლა არ ვცემ პატივს, მაგრამ მაშინ პატივს ვცემდი. ერიდა რატო წახვედით? ბერობა კი არ მინდოდა, ქრისტეს შეცნობა მინდოდა. ქრისტე რო შევიცანო. მიიღო მომენტი რომ დაქორწინება მინდოდა, მამამა მითხრა ცოლი მოიყვანე, ვლად უნდა გაკურთხო, იყო ეს მომენტები. თუ ერში იცხოვრებ ვლად, აუცილებლად უნდა გყავდეს ცოლი. თუ არა და ახალგაზრდას ერში ყოფნა და უცოლოდ არ შეიძლება, ჩვენს ეკლესიაში არ ძალულია ეს. კათოლიკურში არც ერთ მღვდელს არ უნდა ყავდეს ცოლი. ანუ როდესაც შევისო ბოლომდე ბერობაც მე 10 წელი სწავლობდი ქრისტეს და უბრალოდ 8 წელი გამომივიდა 2000-ში წავედი მონასტერში და ეს 2 წელიც ქრისტეს სწავლობდი და 10 წელი გამოდის და 32-ის ვიყავი და 34-ის აღკვეცეს. და სადღაც შვალიდი გამომივიდა, ესეც სიკვდილია ამ ქვეყნისთვის. მე ნანახი მაქვს მონაზმის აღკვეცა რამდენჯერმე და ძალიან რთულია ამის ყურება.
ანუ რო უყურებ ამ პროცესს თვითონ. ჩვენი ეს ეკლესია მამაოები ყველანი არიან მუქები, ანუ შავები, ჯიპებიც კი შავები უყვართ. კათოლიკურშიც ნამყოფი ვარ. მე კათოლიკების მარიამობა რომ ნახე ქორწილი მეგონა. ისე ზეიმობდნენ თეთრები ეცვათ წითელი თავში და სულ მქონდა შეკითხვა და ბარ მისარგებლებ ახლა რომ რატო ვართ ესეთი ანუ ფეხზე დგომ დაჯდომა არ შეიძლება იქ შეიძლება ანუ გლოვასაც რთულად დიდ ანუ რატო გვაქვს ეს სიმძიმე ეკლესიაში თქვენი აზრით იმიტომ რომ თანამედროვედ რაღაცა პროგრესია არ მოხდა თუ რატო არ მჯერა რომ ღმერთი ამას ჩვენგან ითხოვს არა ძაძებში სიარული ყველაფერი აი ძაძებში სიარული კარგი სიტყვა თქვით ეს არის დატოვეთ დედა და და ერში. კი. პროფესორი დედა დაუტოვე დას. მე როცა მონასტერში წავედი, წინამძღვართან მონასტრის, ზედაზნის მონასტრის წინამძღვართან დავუდგე შეთანხმება. ვიყავა ვარმეთქი ხატმწერი, დედა მყავს პენსიონერი, მარტო დატოვებული და თუ მომცემთ უფლებას, ხატები დავხატო და გავაგზავნო ზუგდიდში, რადგან იქ მყიდველები მყავს და დედაჩემი ამით ირჩენს თავს მეთქი. რა პრობლემა არის? ასე შევდექი მორჩილად. რა ეს უფლება მომცა მოძღვარმა. დედაჩემი ადრე დაქვრივდა. მთელი ცხოვრება მე შემომწერა. რო ერში თუ ბევრი ადამიანი ყავს, მგონია რომ უფრო უჭირს ადამიანს ბერობა რა? თუ უკან ტოვებ ბევრ ემოციას, ბევრ ოჯახი თუ ყავს, შვილები, ჩათვალეთ რომ თითქმის აი ეს ბერობა რაც არის, თითქმის ვერ შეასრულებ. იმიტომ რომ მაინც უნდა იზრუნო. მე ერთადერთი დედა მყავს საზრუნავი, მაგრამ ისიც დედაც მე რომ შემეზღუდოს ამაზე ზრუნვა. სხვა იზრუნებს და მე მაგის გამოც არ გავჩვენდები. სადაც წერია ვინც დატოვოს დედა, მამა და ძმა ისო ასად მიიღებსო, იქ ქართველებს აქვს ჩაწერილი ვინც დატოვოს ცოლი და დედანში არ წერია. და მასაც ახლა იმედია იღებს. ერთი და იგივე კლასში მოხვდით, სპეციალურად არ იყო. ისე აღმოჩნდა, რომ ერთად მოხვდით. მე სტუდენტობად სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვსწავლობდით, მაგრამ მუდმივად ერთად ვიყავით და მე მამა ილია რომ მონასტერში წავიდა, გამიკვირდა ძალიან. იმდენად ერთნაირები ვიყავით, ერთნაირი ცხოვრებით ცხოვრობდით, რომ დამაფიქრა, აი ადამიანი რამ შეიძლება ესე 180 გრადუსით შეცვალოს. და რო ჩამოდიოდა ხოლმე მონასტრიდან, ხვდებოდით, საუბრობდით ამ თემებზე. მე რაღაცა სხვა გეგმები მქონდა რაღაც. რა გეგმები? ფიქრობდი სწავლის გაგრძელება მინდოდა ევროპაში და რაღაცა ესეთი გეგმები მქონდა და რო ჩამოდიოდა, რო ვეკითხებოდი რა ხდება, როგორ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ინტერესში შევდიოდი ამ ყველაფრის და მე ერთ დღეს დამადგა ერთი ჩემი საერთო მეგობარი ყავს სახში და მეუბნება მონასტერში ხوار წავიდეთ. მე ვთხარი რავი წავიდეთ და წავიდეთ მეთქი და დარეკილი მაქვს მამა ილიასთან და ავიდეთ. ავედით მონასტერში ფერისვალების მონასტრის წინამძღვარი იყო მაშინ მამა დოროთე. და იქ შევხვდი მამა დოროთეს პირველად და იქ გავიცანი. ერთი თვე ვიცხოვრე ცოტა მეტი მონასტერში და რამაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იყო მათი ცხოვრების წესი. რა იყო ეს? ყოველ ჯერ საღამოს ლოცვა, მერე ყოველ ღამე შუაღამისას 3 საათზე იწყებოდა შუაღამიანის ლოცვა და მოკლედ დილამდე სადღაც 9 საათამდე წირვა ლოცვა გრძელდებოდა. ეს იყო ყოველდღიური. და მაშინ ვფიქრობდი, ასე მთელი ცხოვრება
იყო ის საუბრები. მამა დოროთე აი როგორ იყო იცით, შანს არ ტოვებდა და ნებისმიერ სიტუაციას იყენებდა იმისათვის, რომ ღმერთზე ესაუბრა. აი საერთოდ თავისუფალი დრო გამოჩნდებოდა, მუდმივად საუბრობდა ღმერთზე. და ამას იმდენად ინტერესში შევყავდი და იმდენად ვრწმუნდებოდი ამ ყველაფერში, რომ ახსოვს ამ ფერისვალების მონასტრიდან რო წავედი, ერში რო დავბრუნდი, მაშინ თქვი, რომ თურმე ღმერთი მართლა არსებობს მეთქი. აი მაშინ ფერისვალება შეწახოთ რამდენი წლის იყავი? მაშინ ვიყავი ალბათ 22-23 წლის. თქვენ რომ მიხოდით პირველად ეკლესიაში რამდენი წლის იყავი? ნუ ბავშვობიდან დავდიოდი, ბებიამ ყავდა მორწმუნე და ბებიას დავყავდი ეკლესიაში და ესე, მაგრამ აი რაღაც მაინც გაცნობიერებული მით როცა მომინდა ქრისტეს შეცნობა შესწავლა, ესე იყო რომ 19 წლის ეს 18-19 წლის გავხდი სტიქაროსანი და მე მომინდა უფრო მეტად გამეგო ქრისტე. ჩამოვედი თბილისში და მაშინ მამა დოროთე იყო უკვე სამების ლავრაში ბერი. გამიჩნდა სურვილიც რომ ჩამებარებინა სასულიერო აკადემიაში და განსაკუთრებით მაინტერესებდა სულ რაღაც ეს დოგმატური საკითხები, აი ქრისტეს შესახებ სწავლება და ავდიოდი მიმქონდა პატარა ჩასაწერი რვეული პასტა და ვიწერდი რომ მესაუბრებოდა და ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში. დედაჩემს უთხარი რაღაცაზე თბილისში წასასვლელი მაქვს მეთქი. მაგრამ უკვე ბარგი ჩავალაგე და უკვე გადაწყვეტილი მქონდა ბერობა. ჩამოვედი თბილისში, მოვედი მამაოსთან, მაშინ მამა დოროთესთან პირველები ვართ, მე და მამა ანდრია. მამა ანდრია დღეს იღუმენი ჩვენი ძმა მამა დოროთეს დიშვილია და ესე დავიწყეთ მოღვაწეობა მამა დოროთესთან ფერისვალების მონასტერში და მე რაღაც ერთი დედაჩემს დაურეკე რაღაც პერიოდები და ესე მონასტერში ვარ და მონასტერში უნდა გავაგრძელო ცხოვრება მეთქი და შემდეგ მამა დოროთე გადაიყვანეს სამების წინამძღვრად. დიდი სამების. შემდეგ პატრიარქს უნდოდა წალკაში მონასტრის გახსნა. და ესეც გამოწვეული იყო იმით, რომ მაშინ აჭარიდან ქართველები უნდა ჩაესახლებინათ და იქ ძალიან რთული პირობები, ცუდი გარემო და მათ არ მიიღებდნენ ამ ქართველებს იქ. როცა პატრიარქმა უთხრა მღვდლებს, რომ წასულიყვნენ წინამძღვრად, რამდენიმე წავიდა და რომ უბრუნდა უარი უთხრეს პატრიარქს, რომ ვერ წავალთო და მამა დოროთემ თვითონ უთხრა პატრიარქს, რომ მე წავალო წალკაშიო და პატრიარქს უთქვამს, რომ კი შენ კი წახვალო, მაგრამ სამებაში ვინ იქნებაო? წინამძღვრებიდან რო წავიდოდა და მაშინ მამავს უთქვამს, რომ აქ თქვენ ხართო. და ჩაეხუტა პატრიარქი, გაუხარდა რომ ესე უთხრა მამა დოროთემ და მე რო გავიგე ეს ამბავი. დაურეკე მამა დოროთეს და უთხარი მეც მოვდივარ წალკაში მეთქი საგურამოდან წავალ წინამძღვრებიდან წალკაში თქვენთან ერთად მინდა ვიმოღვაწეო მეთქი და მამაო მარაო რთული პირობები იყო წალკაში და მე უთხარი არა მეთქი ხა ცოტა ისეთ რამეს გავს მეთქი მახსოვს ბრძოლის ველზე მხედარი წავიდეს და მე რო დამტოვონ რომ შენ თუ რამე დამჭირდეს გარედან დამეხმარდა მე მირჩევნია მეთქი რომ ბრძოლის ველზე თქვენთან ერთად ვიდგე გვერდით და დღემდე ესე ვარ და ესე მოვდივართ და ოთახებში სადაც გვეძინა რა ვიცი რამდენჯერ ყოფილა რომ მივსულ ვარ საწოლთან და პატარა თაგვია მოხდებოდა როცა 2008 წლის ომი რუსეთმა გამოგვიცხადა მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი მონასტერიც და იქ ცხოვრები უკვე ეს ქართული მოსახლეობა რომელსაც მამა ეხმარებოდა და ჩვენთან ერთად პურს ჭამდნენ როცა ეს ომი დაიწყო მაშინ ჩვენთან ირგვლივ მოდიოდნენ მანქანები რუსული დროშებით და ყვიროდნენ და მოკლედ ესეთი გვაგინებდნენ და ესეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ჩვენი მონასტერი და სოფელი ბერთა წალკაში და მაშინ მამაომ რო დაინახა რომ ესეთი ის იყო თქვა რომ დედები გაუშვათო მონასტერიდან დედათა და მამათა მონასტერი იყო იმიტომ რომ ამე არ მოვიდნენ და შეურაცხყოფები მაინც ქალისთვის და ამ კუთხით დავიცვათ დედებიო და დავრჩით მამები მონასტერში. სხვათა შორის ფერმა გქონდა და იმ ფერმიდან რო ხბოდა იბადებოდა, ყველა პირველი შენაძენი ხბო იყო სოფლის. თავიდან დავიწყეთ ესე 5 ძროხით, 6 ძროხით და ესე და დილით რომ მივდიოდით ადრე ძროხის მოსაწვევლად, ჩვენ მამები პირველი მიდიოდა მამა დოროთე. და მამა დოროთე რომელიც წინამძღვარი იყო მონასტრის, წველი და ძროხებს ჩვენთან ერთად, ასე რომ ერთად ვჭამდით პურს და ამით მე იმის თქმა მინდა რომ საერთოდ მონასტერში წინამძღვარი, ყველაზე დიდი წინამძღვარი არის ის, რომელიც
აკეთებს იმ საქმეს, რომელსაც ბერი აკეთებს. დღეს რაღაც ესე გაავრცელეს ესეთი პროპაგანდა, რომ მამა დოროთე არის პატრიარქის მოწინააღმდეგე და ჩვენ ესეც სახელს ქმნიან და მე გავიხსენებ ერთ ამბავს, როცა ბერად აღგვიკვეცე და ხვეცილი ვიყავი ახალი ბერი, მაშინ მამა დოროთემ მითხრა ესეთი რამე, რომ დღეიდანო შენი წინამძღვარი იქნებაო სახარება და ქრისტე. ეს მითხრა და მეორე მითხრა ის, რომ როცა განსაცდელი გექნებაო ცხოვრებაში, მაშინო ესე თქვიო ლოცვა, რომ ღმერთო, ჩემი პატრიარქის ლოცვით შემეწიე ჩემი უწმინდესის ლოცვით თქო და ესე თქვიო, ესე ილოცე და ღმერთი შეგეწევაო და დღესაც მამა დოროთეს აუმხედრდნენ რატომ? იმიტომ რომ მამა დოროთემ პატრიარქი დაიცვა. რაც ბიძინამ თქვა პატრიარქზე, რომ შეიძლება მისი გაკრიტიკება რა თქმა უნდა ბოლომდე ვიდგებით მამა დოროთესთან და ამ სიმართლეში და ამ ქართველ ხალხთან. ამიტომ ჩვენი გზა არის გზა სიმართლისკენ და გზა ქართულ ერთან ერთად გამარჯვებისკენ. მამაშია. რამე გაიხსენეთ? პირველი გაბრაზება მამა დოროთეზე, როდის გავბრაზდი პირველად, უკვე გადაწყვეტილი მაქვს ფერობა, მაგრამ არ ვაცხადებ ხმამ ახლა. მაგრამ ჩემში გადაწყვეტილი მაქვს და უნდა ჩავსულიყავი სახში დაბაც 1-2 კვირით ვაპირებდი წასვლას და უთხარი მამაოს რომ მივდივარ 1-2 კვირით მეთქი და დილით გამომაცილა მამაო, საძმოც აქ დგას ყველა ერთად მოვდივარ და მეუბნე ეს მამაო ეუბნება საძმოს წევრებს რომ აი დათო ეხლა მიდისო შიო წავაო და ცოლსო მოიყვანსო და მე ჩვენო ჩავიდეთ მიულოცოთ ეს ისე მეწყინა ისე გავბრაზდი მეთქი როგორ მაკადრა ცოლს მოიყვანს ეს იყო ჩემთვის შეურაცხყოფა იმიტომ რომ ასე მე ბერობა მინდოდა ამებაში რომ მივედი მეზარე ვიყავი და მითხრეს რომ პატრიარქი ამ ზარს უსმენსო და არ გამოგეპაროსო დღეში 7 ჯერ უნდა დაგერეკა დილის 6-ზე 9-ზე 12-ზე და მოკლედ ასე ღამის 8-მდე და ამ ზარზეო პატრიარქიო ლოცულობსო სამების იმას. და დღეში 7-ზე ზარი დასარეკი რო გაქვს სულ საათი დავდივარ ხელში და მით უმეტეს პატრიარქი რო ამ ზარზე ლოდება და ამ ზარზე ლოცვა უნდა დაიწყოს. და მოკლედ სადღაც 6 თვე გავიდა უკვე ამ დღეში ვარ და სხვას მეც ვერაფერს ვერ ვაკეთებ. და დამეწყო ეს აი რომ იტყვიან მონასტერში არის ესეთი ტერმინი ბრძოლები, ანუ გონებაში რო გეწყება, კრიტიკა შენი საქმიანობის მიმართ და მე რა თქმა უნდა ეს უკვე მოძღვართან მიმართებაში გადადის რა არის 6 თვეა სარცხვე ყავდა სხვა რაღაცა კიდე და მაშინ ვერ ხვდებოდი ეს რატო იყო. რატო ჩამაბარეს ესეთი მორჩილება, რომ შენი გონება თითქმის ამაზეა გადართული და სხვას ვერაფერს ვერ აკეთებ. და მე მივხვდი გარკვეული პერიოდის მერე რატო იყო ეს მორჩილება, რომ აი გონება იმისათვის რომ გადმორთული იყო მონასტერში და ის ერის რაღაცები არ გახსენებოდა და გონებით ფიზიკურად კი ხარ მონასტერში, მაგრამ გონებით სათხარ, აი ამას აქვს მონასტერში ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ეს იყო მეთოდი იმისა, რომ აი ჩემი გონება დარჩენილი იყო მონასტერში და არა იქ ისე ვერში და იქ აურ რაღაცებზე არ მეფიქრა. ეს არის მოძღვრის ოსტატობა, როდესაც იცი ვის ხო როგორ მიუდგე და როგორ უნდა დაელაპარაკო. და ეს ქონდა მამა დოროთეს. მთელი საძმო ერთი იმით ცხოვრობდით. არ იყო რომ წინამძღვარი ცალკე იმით ცხოვრობდა და შენ სხვა ცხოვრობდი და ერთნაირად გვეცვა, ერთნაირად ვჭამდით და ერთნაირად ვიყავით. იქ ძალიან გვიჭირდა არც ტაძარი ქონდა თავიდან, არც კელიები, არანაირი ინფრასტრუქტურა და ღამით ქურთუკებით გვეძინა თავიდან რო ჩავედით ისეთი სიტუაცია იყო და მამა დოროთე მიდიოდა სახატავად, ტაძარს აიღებდა მოსახატად და იმ შემოსავლით არჩენდა მონასტერს. და თვითონ ნივით დადიოდა. მონასტერში ვერ გამოარჩევდი, ვერც შესამოსლით, ვერც ურთიერთობით წინამძღვარი იყო თუ არ იყო. მამა დოროთე, მე გამიჩნდა განცდა თქვენ რომ გისმინეთ ინტერვიუებს, რომ რაღაცნაირად ამას არ ელოდით. რის ხარჯზე გეგონათ რომ ამას ვერ იზამთრებ? იმის ხარჯზე, რომ მე ეკლესიისთვის არა ვარ პრობლემა. ეკლესიისთვის არასოდეს არ გამეკეთებია ის, რაც ეკლესიას ახალს გაუტეხდა, არასოდეს. 92 წლიდან. ყოველთვის ვცდილობდი ეკლესიაში ჩემი ხმა ყოფილიყო ქრისტეს ხმა. და ეს რო გახდებოდა ეკლესიისთვის პრობლემა ზოგიერთი ეკლესიის მესვეურებისთვის. ამას არ ველოდი. ეკლესია და საპატრიარქო ერთია? არა. არა.
საპატრიარქოში არსებული რეალობა. ადამიანები, რომლებიც საპატრიარქოს არიან ამოფარებული. რამდენად სწორად გაქვთ შეფასებული. სახელი რამდენად გაქვთ თქვენ თავში მაინც დარქმეული, რა ხდება ახლა საპატრიარქოში, ახლა კი არა და ზოგადად სულ. ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და მართლმადიდებლობა დგას სახარებაზე და რჯულისგან. და ჩვენ მართლმადიდებლები, ჩვენი ეკლესია, თუნდაც რუსეთის ეკლესია, თუნდაც ნებისმიერი საბერძნეთის, თუმეტეს კონსტანტინოპოლის ეკლესია, არა ვარ სუვერენულები. მართლმადიდებლად ერთმანეთს რო ვაღიარებთ იმ საფუძვლებზე, რა საფუძვლებიც გვაქვს ჩვენ, სახარება და რჯულის კანონი. აი რჯულის კანონი 700 წელი იწერებოდა. 700 წელი. აი ამ ხელა სიდიდეზე ვდგევართ. ამიტომ ეხლა როგორც თავრობამ ყველანაირი კანონი დემოკრატიული უარყო მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. ასე არ შეუძლია ეკლესიას გააკეთოს. იმიტომ რომ არა ვარ სუვერენულები. იმ სწავლებასაც მე ვითხოვ ის თუ არ გაასწორეს, ჩვეულებრივად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, როცა მე ამას გავაჟღერებ და წერილს მივწერ, თუ ამათმა არ გამოასწორეს, შეწყვეტენ ჩვენს მართლმადიდებლად წოდებას. მე თქვენ გელაპარაკებით იმ რეალობაზე, რა რეალობას დღეს არის საპატრიარქოში, რომელსაც შემხებლობა არ აქვს სახარებასთან. არც ქრისტესთან, არც ქართველობასთან და არც მართლმადიდებლობასთან. მე გელაპარაკებით ჯიპიან მღვდლებზე, მე გელაპარაკებით იმ უბედურებაზე, რაც საპატრიარქოში ხდება. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ რეალობა ჩვენს ქვეყანაში არის ეს, მე მაქვს თქვენთან შეკითხვა, რატომ არ ელოდით, რომ თქვენ ადამიანს, რომელიც გამოხვედით ხალხში, განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებთან, რომელმაც გაბედეთ, გეთქვათ ის, რასაც ისინი არიზერებენ და რომ ისინი თქვენ არ მოგკვეთავდნენ. ხო, არიან ეკლესიაში, რას თქვენ თქვით, მაგალითად მე რუსეთე ეპისკოპოსი უმრავლესობა. ხო. ნათელი წერტილი ცოტა. ეს ისეთი რაღაცა, რომლის გამოც მე მათ ვერ ვეტყვი, რომ თქვენ ეპისკოპოსები არ ახართ. რა თქმა უნდა. სწავლებიდან გამომდინარე. ამიტომ მე რომ თუ ვამბობ, რომ ჩვენი გზა არის ევროპა, ვერც ისინი შემედავებიან. ვიცოდი, რომ ისინი დამჯიდნენ და ვიცოდი, რომ უფრო მკაცრად დამჯიდნენ, მაგრამ ამის შესწავლას უშვებდნენ. რომ ვამბობ, რომ ამდენი ქადაგებები მიდევს. მაგალითად, მიხაელ ბოტკოველის, დეკანოს მიხაელ ბოტკოველის ქადაგებები ვეძებ ვერ ვნახე. საპატრიარქოში რომ მივედი, მითხრა, რომ ჩვენ რა აქ ბუმბულს ვარჩევთო და გადავამოწმე ბუმბულს არჩევდა თუ ქადაგებდა და ვერც ბუმბული ვნახე და ვერც ქადაგება. მე რომ საპატრიარქოში რომ მივედი პირველ დაბარებაზე, ცოტა ადრე მიყვარს ხოლმე მისვლა და არ ელოდნენ ცოტა ადრე რომ მივიდოდი და ჩემს ქადაგებას უსმენდა ანდრია ჯაღმაიძე და ის იოანე რო არის კიდე მღვდელი. ანუ ეძებდა რამე წუნს სერიოზულს? კი. წესით ის რომ ქრისტეს ეძებდეს ჩემს ქადაგებაში უკვე ნაპოვნი ექნებოდა. მაგრამ შეცდომას ეძებდნენ და ვერ იპოვეს და მე რის გამოც დამსაჯეს ეს ერთადერთი არის რომ გამოუცხადებლობა იქ სწავლება რაც წერია მაგის გამო მღვდლის დასჯა აი წარმოუდგენელია. აი ასე როგორც დღეს ეკლესია კონტროლდება სახელმწიფოსგან, არასოდეს არ ყოფილა. აი პატრიარქი ყოველთვის კონტროლს თუ ფულით კონტროლს. ყველანაირად. აი სიტყვითაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მისი უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სახელმწიფო ერთი და იგივეს ამბობენ. სახელმწიფოს რა კურსი აქვს, იგივე კურსი აქვს მასაც. და ეს არაფრით არ შეიძლება. ეკლესიამ თავისი კურსი არ უნდა შეცვალოს. პატრიარქის ჯანმრთელობა. ეხა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან ხელი ისე მოაწეროს, როგორც მოაწერა თქვენს განთავისუფლებას, თქვენს დასჯას. მისი ხელმოწერა არ არის ის აქსიმელია? ამ წუთას მოწერილი ხელი არ არის. მაგას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, ამ ხელმოწერის გამოქვეყნება მაშინ შეუძლიათ, როცა პატრიარქი დათანხმდება. თქვენი აზრით პატრიარქის თანხმობა მიიღეს ამაზე? მიიღეს. ოღონდ იქ უფრო მეტი იყო გათვლილი. რას გულისხმობ? წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფო მანქანა ჩაერთო. თიტო სამხარაძემ რო დაიწყო. მერე ხაინდრავამ რო დაიწყო. საპატრიარქოში მივიდა კობახიძე. მიხაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ჩვენ გამოვიტანთ დასკვრას და ბოლოს პატრიარქი მოაწერს ხელს, ანუ ეკლესიის მმართველი ესე თქვა. ამას არ იტყოდა
მას რომ არ ქონოდა იმედი რომ პატრიარქი მოაწერდა ხელს. რადგან კობახიძე მივიდა ჩემს დასჯას. და მეუფეშიო არ გამოცხადდა რა ეს პატრიარქს უნდა დაბრალებოდა. მეუფეშიო იმ დღეს არ გამოცხადდა, რაც არის როგორი ნონსენსი. იცი რომ კობახიძე მიდის პრემიერ-მინისტრი და შეხვდება მას და კომისიაზეც არ გამოცხადდა ტელეფონით ჩაერთო. ვიდეოზარით. რომ სრულად პატრიარქისკენ გადაეტანათ ეს პატრიარქისკენ და იმ ეპისკოპოსებისგან ვინც იყო. მეუფე თეოდორი და მეუფე ანდრეასი. მაგრამ იმათმა ხელიც კი არ მოაწერეს იმ დოკუმენტს, რომელიც არც ისე საჯელი იყო, რომ კაცი გაფრთხილება იყო. პატრიარქმა უთხრა უარი. ჩემს განკვეთაზე და ასე შემდეგ პირველ შემთხვევაში. მეორე შემთხვევაში ზუსტად ჩემი კომისია, ჩემი დასჯის კომისია რო იკრიბებოდა, ვოლსკი გამოვიდა. ახლა ვოლსკი არ არის ოცნებაში პატარა ფიგურა. ნამდვილად არ არის. დიტო სამხარაძეზე ბევრად უფრო დიდია. რა თქმა უნდა. და გავლენიანი. დელს შეედავა, შეეკამათა ლოცვაში. ნალოცები არ იქნება დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ხუთჯერ. ეს შეცდომა მე დავაშვებინე, მაგრამ მარგოზე სახარებაში წერია ქრისტე საუბრობდა იგავებით და იგავებს რომ ამთავრებს მარკოს მოციქული, მერე ამბობს რომ ამის შემდეგ იგავებით არ უსაგურია და დაიწყო პირდაპირ საუბარი. და ეს პირდაპირ საუბარი რა იყო? ძეკაცის გალანძღავენ, ჯვარსაცმევენ და მესამე დღეს ახსნება. ეხა იგავი რა არის? იგავი არის მსგავსია საცუფეველიცათა, მსგავსება. პირდაპირი ამბავი არა, მსგავსი ამბავი. ეს არის იგავი, რომელიც გაუგებარი იყო მოციქულებისთვის. და ანუ იგავი გაუგებრად საუბარი მიატოვაო და პირდაპირ საუბარი დაიწყო, მაგრამ დააკვირდით ეხლა, რომელი უფრო გაუგებარი იყო მოციქულებისთვის? ის რომ მას ჯვარს აცმევენ, რომელსაც ღმერთი უწოდეს, ჯვარს აცმევენ, დასცინებენ, მოკლავენ. ეს რაც პირდაპირ უთხრა, ეს უფრო გაუგებარი იყო, რომელზეც ყველა დაბრკოლდა, ვიდრე იგავები. ანუ ის სიმართლე უფრო იგავი აღმოჩნდა მოციქულებისთვის, ვიდრე იგავურად ნათქვამი. და ეს მე სპეციალურად გავუშვი, იმდენად მაღალი, როგორც მოციქულებისთვის მაღალი იყო ქრისტეს ჯვარცმა და გაუგებარი, ისეთივე მაღალი ცნობიერებაა, რაც მე იქ ვთქვი, რომელსაც ვოლსკი და ვერავინ ვერ გაიგებდა ქართულ ოცნებაში და ვიცოდი რომ შეცდომას დაუშვებდნენ და ამაზე ამეკიდებოდნენ. რა იყო იქ თავარი ფრაზა თქვენი აზრით, რაზეც მე რომ 30 წელია დილას აღამოს ლოცვა არ მithქვამს. ჩვეულებრივი სარწმუნოებით 92-ში მივედი, 94-ში სემინარიაში ჩავაბარე და 1 წელი სემინარიაში კიდევ კითხულობდი იქიდან მოყოლილი. მაგრამ სემინარიის პირველი კურსის მერე მივხვდი რომ ეს არ იყო მთავარი და მე უნდა შემეცნო ქრისტე. და ზუსტად აი 3 წელი ლოცულობდი. და 33 წელია ეკლესიაში ვარ. და ზუსტად თქვი რომ დილას აღამოს ლოცვა 30 წელი არ მithქვამს. მაგრამ ეხლა უფალო შემიწყალესაც არ ვამბობ, ეხლა 30 წელი არ მithქვამს, უფალო შემიწყალე არ მithქვია. ეხლა არ ვამბობ და რატო არ ვამბობ, იცით? ქრისტემ დამაკავა ჯვარი. რომელ ჯვარზეც მე უნდა მაცვან. მე მიყვები. და ხედავთ ჩემ ჯვარცმას. ეხლა რა ვთქვა? უფალო შემიწყალე თუ უფალო შემეწიე? ამიტომ უფალო შემიწყალეს არ ვამბობ, იმიტომ რომ შესაწყალებელი კი არა, შესაწევნელი ვარ რომ გავაკეთო ისე, როგორც ქრისტეს უნდა. მე ხვდები. თქვენი ემოცია ახლა როდესაც ამხელა თქვენი წინამძღვარი, სულიერი მამა გვერდზე მოგიყენეს რიგითად. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ მამა დოროთესთან მე იმიტომ ვარ, რომ ის წინამძღვარია ან იმიტომ რომ ის არქიმანდრიტია, მაგრამ შემცდა რა, იმიტომ რომ მე მამა დოროთეს პიროვნებასთან ვარ პირველ რიგში და რა თქმა უნდა პატივცემ მის ხარისხს არქიმანდრიტობასაც და ყველაფერს, მაგრამ ეს არ განაპირობებს ჩემს მამაოსთან ურთიერთობას, მისი ხარისხი არამედ განაპირობებს მისი პიროვნება. და მე მამა დოროთეს ჯოჯოხეთში ჩავყვები, თუმცა ასეთი ადამიანები ჯოჯოხეთში არ არიან, იმიტომ რომ ის ჩემს გამო ჯოჯოხეთში ჩასულა თავის დროზე და ბევრ რთულ სიტუაციაში დამხმარებია და ასე რომ მე მის პიროვნებასთან ვარ და არა მის რეგალიებთან. არის ესეთი ნათქვამი ალექსანდრე მაკედონელის ყავდა არიანო ალექსანდრე მაკედონელის მეგობრები და არის არno ალექსანდრეს მეგობრებიო და მე ვარ მამა დოროთეს მეგობარი და მეგობარი კი არა ჩემი მოძღვარია, იმიტომ რომ ესეთი პიროვნებაა და არა იმიტომ რომ ეს ტიტულები და რეგალიები აქვს. ისეთი ძვირფასი საზოგადოება დგას რუსთაველზე.
მოაზროვნე გონიერი ყველა ხედავს მამა დოროთეს რატო დაუწყეს ბრძოლა. ეს არის პირველი და უმთავრესი რომ მამა დოროთემ ამხილა რუსეთი. აქედან დაიწყო ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, რომელიც რუსულ კურსზე დგას. ჩვენც რა თქმა უნდა, მამაოსთან ერთად, მე, მამაშიო, მამა ანდრიამაც დავიწყეთ იგივე ქადაგებები, იგივე სიტყვის თქმა, რასაც მამა დოროთე ამბობს და პირველი ავტოკეფალიისთვის გამოჩენილი მებრძოლები ეს იყვნენ კირიონ კათალიკოსი, ლეონიდე, ამბროსი ხელაია და ებრძოდნენ რუსეთს და იმ რუსულ რეჟიმს, რომელიც საქართველოს ეკლესიაში ხდებოდა. მაშინ იყვნენ ეპისკოპოსები, რომლებიც რუსეთის მხარეს იდგნენ. ერთი იყო ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე, რომელიც რუსეთს ეუბნებოდა, რუსეთის სინოდს, რომ საქართველოში გააჩვენეთო ეს ორი კაცი, ლეონიდე და კირიონი და ავტოკეფალიაზე თავისუფლებაზე არავინ არ ისაუბრებსო. ამის შემდეგ ისე გადის დრო, რომ ამბროსი გადასახლებაში, ამბროსის მღვდელმთავრობა ახსნა, რუსეთი აკეთებს ამას ეკლესია, სინოდი აკეთებს. და ეს წლობით გაგრძელდა, მაგრამ ისინი არ გაჩვენებულან. ის გზა, რომელ გზაზე დღეს მამა დოროთე დადგა და ჩვენ დავდექით, ეს არის კირიონის და ამბროსის გზა. თუ ღმერთმა ინება, რომ ეს გზაც ესე გაგრძელდეს, იყოს ნება ღვთისა. პატრიარქმა რატო ვერ დაგიცვათ? დამიცვა. ანუ ეგ ხო ხა თქვენი გადასახედი. არა, თქვენ არ იცით რა იყო ჩაფიქრებული. მე ვიცი. საერთოდ თქვენი განდევნა ეკლესიიდან? არა. აი ამ ხელა ადამიანები ჩაერივნენ. მთელი სახელმწიფო სამსახური, მთელი უშიშროება. დიახ, ხა ამათ რა უნდათ? რომ მე გავეშავებინებ და პირველ რიგში გავეშავებინებ მღვდლობიდან განკვეთით. ანუ განკვეთა არ არის დაყენება პირველი ეს არის. მე ამაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ეხა განკვეთილი არ ხართ? არა, წირვალოცვა ამეგზალებოდა, საიდუმლოებების შესრულებები, ყველა ნათლობა, ყველაფერი და შენდობის ლოცვაც, ანუ მრევლი რომ ყავდეს, ესეც ამეგზალებოდა. მაგრამ ეს რისთვის უნდათ, რომ ფაქტიურად მღვდელი არა ვარ. გაჩერებული მღვდელი ვარ და ასეთი გაჩერებული მღვდელის დაჭერა მარტივია, უფრო მარტივია, ვიდრე ორჯვრიანი არქიმანდრიტის ციხეში ჩასმა. იმათ ჩემი დაჭერა უნდათ. დღესაც უნდათ, მაგრამ ძალიან ძიმე ბრძოლა მოუწია პატრიარქს, რომ იცოდეთ. პრემიერ-მინისტრმა თხოვა და მთელი მთავრობა თხოვს. და იმან მხოლოდ წინამძღვრობიდან ამას მოაწერა მარტო ხელი. და ეს არ არის მღვდლის მღვდლობიდან დაკნინება. საჯელია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შემიწყვიტეს საარსებო წყარო. ღმერთს არასოდეს არ დაუტოვები ვარ. მე იმდენჯერ შემიწყვიტეს და იმდენჯერ მიმაყენეს კუთხეში ეკლესიაში. ყოველთვის გამოდივარ, ვიცი, მე თუ ღვთის საქმეს ვაკეთებ, ღმერთი მე არ მტოვებს. არასოდეს არ დამტოვებს. რა თქმა უნდა, ვიღაცის ხელით მეხმარება, მაგრამ ერთმა თქვა რომ რა დიდი წმინდანი იყო ელია წინასწარმეტყველი ყვავსო დაქონდაო საჭმელი. მე ვთხარი ღმერთმა დამიფაროს მეთქი. და ღმერთმა დაიფაროს მეთქი ჩემი ერი. ყვავინი ზედადო საჭმელს. ხო, დარწმუნებული ვარ ოღონდ რომ ეგრე იქნება და მე მგონი რომ მათაც იციან ეს. იციან და ვერ გააკეთეს. გესმით რა იყო ჩაფიქრებული. მე არც მღვდლობიდან განკვეთა, არც ციხე, მაგისი კი არ მეშინია. უბრალოდ მე ვამბობ რომ პატრიარქმა დამიცვა. და ეს შეიძლება მძიმედ დაუჯდეს. მე პატრიარქს ვკითხულობ. მე ვიცი პატრიარქი, ვიცნობ, ძალიან ახლოსა ვარ. ეხლა არა, რა თქმა უნდა. მაგრამ სულით ახლოსა ვარ, ვიცნობ მას. სამები წინამძღვარი ვიყავით, ყოველ დღე ხვდებოდით. ვიცი რა მიმართულება. ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, მამები ჩამოვედით პატრიარქთან და საღამოს რაღაც სახოვარი მქონდა. და ლოცვა იყო, საღამოს ლოცვა და მამა მე მიდიხარ პატრიარქთან ჯვარზე სამთხოვად. და ყველა მივიდა და მე ჩვენ მივედით ბოლოს და მამა ტარიელი იდგა გვერდით. მგლები მოვიდნენ, მგლები, წალკიდან ჩამოვედით. და პატრიარქმა შეხედა და რატო მგლები? ლომები. და მე შემიყვანა და ლომი მაჩუქა. დარდავთ თქვენ პატრიარქს თან ურთიერთობაზე? არა.
კი არ დარდო. ძალიან ბევრი იყვნენ. როგორც კი პატრიარქი დამაჯილდოვებდა, განსაკუთრებით ერთი ეპისკოპოსი, რომელიც ახალსაც არ ვიტყვი. როგორც კი გვერდით ამომიყენებდა, შედიოდა და ჩემზე ეუბნებოდა რაღაცებს. ცუც. და ეს ეპისკოპოსი არის მოსკოვიდან ჩამოსული. როგორც უმრავლესო. თქვენი აზრით, რო შეეცადოთ პატრიარქთან შეხვედრას გამოგივათ, დღეს იმ რეალობაში რამდენი წინაღობაც აქვს მას საპატრიარქოში? ისთვის. მე პირიქით, მე ვთქვი საჯაროდ და ეხლაც ვიტყვი, რომ პატრიარქს თუ ძალიან გაუჭირდა, ჯობია მოაწეროს ხელი ჩემ ძარცდასაც, რომ მან გადააგოროს ეს კრიზისი. ძალიან მძიმე არის ეს ახლა ეკლესიისთვის ეს კრიზისი. არასოდეს პატრიარქის დროს ასე თავრობას არ შეერთებია ეკლესია. ყოველთვის თავს იცავდა რაღაცით. კი, ყოველთვის თანამშრომლობდა, რა თქმა უნდა, ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ აი რაღაც მომენტში ყოველთვის ეკლესიას დამოუკიდებელს ტოვებდა. აი დღეს სრულიად დაკარგა თავრობისგან დამოუკიდებლობა ჩვენ ეკლესიას. ეს იმიტომ რომ პატრიარქი უკვე უძლურია და აღარ აქვს ის დალა. ეს იმიტომ რომ არის ჯგუფი, რომელიც ასეთი წარმოდგენის არის და ასე უნდა ის ჯგუფი უფრო ძლიერია. ის ჯგუფი ახალგაზრდა, მმართველია და ასე შემდეგ. ყველა ძალაუფლება მაგათ ხელშია. ფული, მართვა, გამგეობა. უბრალოდ პატრიარქის არის ბოლო ხელმოწერა მეტი არაფერი. მთავარი ამბავი დანიშნულება რა არის ამ ინსტიტუტის? ის რომ ხალხი მიიყვანოს და ხალხი ამ გზაზე გაიყვანოს და ჩვენ ხო ამდენი ხნის განმავლობაში რა ის წინაშე ვიდექით რომ პირიქით მაგალითად ადამიანები რომლებიც წლების წინ ეკლესიაში დავდიოდით დავშორდით, გამოვედით, წამოვედით და რაღაცა ის ურთიერთობა გაწყდა თითქოს რაღაცა იქ ვეღარ პოულობდით ჩვენს ადგილს და თქვენ იმის გარდა რომ ჩემთვის აღმოჩენა იყავით თქვენთან ისეთი ადამიანები რომ მოვიდნენ რომლებიც საერთოდ ეკლესიაში არ ყოფილან მანამდე მე ესეთებს ვიცნობ კაცო სახელები და გვარები ვიცი სრულწლოვანები არიან დიდები არიან 25-26 ეს არ არიან პატარა ბავშვები რომლებიც ახლა იწყებენ ამის გარდა მე მომინდა თქვენთან მოსვლა ეხა იმ დღეს რო გნახეთ რუსთაველს და თქვენ და თქვენი მამები გახსოვთ გეუბნებოდით რომ რა საოცარი ენერგიები აქვთ თქვა მამებს თქო საიმედო რო ენდობი რო აქ არ ხარ ტყუ გარემოში თუ ადამიანს უნდა თქვენთან მოსვლა რაღაცის შეცნობა თუნდაც ღმერთის სწორად დანახვა. ეგ როგორ ხდება ხა რუსთაველზე დავდივართ მართლა ამის გასაკეთებლად? სამი პიროვნება დგას ქრისტეს ჩათვლით, ღვთისმშობელი და იოანე წინასწარმეტყველი. ეს არის ძველი აღთქმის ადამიანები. არც ერთი არ გაზრდილა ტაძარში. არც ერთი არ არის ეკლესიის მიერ გაზრდილი. თქვენ ესე აღმოჩნდით გარეთ და აღმოჩნდით იმიტომ რომ პროტესტი გაქვთ იმისი რაც ეკლესიაში ხდება. კი, და ნანახი მაქვს ახლა და ხო, აი რასაც ხალხი იძახეს ახლა ეკლესიაზე და მიატოვეს სიარული. მოვა დრო, როგორც ღარიბაშვილის კორუფცია აღმოჩნდა და დასაჭერი. აი ესე აღმოჩნდება მათი ცოდვები, რის გამოც ხალხი მოშორდა ეკლესიას. რა თქმა უნდა. ესე აღმოჩნდა რომ მე ერისთვის მოძღვარი გავხდი. ამაზე დიდი ქრისტე რო გავიდა ამ ქვეყნიდან ამ ქვეყნიდან გასულს და მობრუნებულს მარიამ მაგდალინელი რაბუნ ეძახეს რაბუნ ნიშნავს მოძღვარო მისი სახელი იყო მოძღვარი და მე თუ შევძელი ერი რო ეკლესიას მოუბრუნო ერი რო ქრისტეს მოუბრუნო ერი რო გამსწავლო რა დროს ეპისკოპოსობა ამაზე დიდი არ არსებობს დედამიწის ზურზე ქრისტე არც პატრიარქი ყოფილა არც მღვდელმთავარი ყოფილა, არც მეფე ყოფილა, ის იყო მოძღვარი. და მე ამით ქრისტეს მივემსგავსები. და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მოცემულობა, რაც მე ქრისტემ მომცა უკვე. ერმა მიმიღო, ხალხმა მიმიღო და ჩემით ქრისტე მიიღო. მე ტაძარი წამართვეს. ხო, და ეგ მაინტერესებს. ტაძარი ამბიონი წამართვეს. თუმცა სამებაში ელია წინასწარმეტყველის ტაძარი არის ის წითელი ყავისფერი ტაძარი რა შესასვლელი პატარა. მამა ილია წირავს იქ და მამაშიო რიგეობით და მე ამათთან დავდგები. წირვათ ხა ამათ ხარ წავართ მე მას ამბიონს ამათი მამა ილია და მამაშიო? კი და ესენი კი მეუბნებიან რომ შენ წირეო, მაგრამ არა მე დავდგები როგორც მღვდელი და მივიღებ ხალხის აღსარებას და იქ მომბრძანდით და ყველას ვინც ჩემთან დადის ვეთქვი რომ მოვიდნენ ყოველ კვირას 10 საათზე და ყველას მივიღებთ. თქვენ ახლა რა გზას გადიხართ? მე ახლა გავდივარ
ქრისტეს გზას არ ვიცი ჯვარცმი დასრულდება თუ არა, მაგრამ სადღაც ახლოს ვარ მასთან. აი მაგრამ აზა აზაბება რამდენი წლის ხარ? აზაბება არის 71 წლის. ზოგი როწერს 70 არა წერ მე 71-ისა ვარ უკვე. ამ ერთ წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? რატო? რა მოგიტანათ ამ ერთმა წელმა? არაფერი, სულ ზოლით მოვდივარ და სულ ბრძოლაში ვარ. 39 წლის ვიყავი იქიდან რომ გადმოვედი. რომელი გზით ჩამოხვედი? მე გაგრიდან, მე საზღვარს ლესელიძით გადმოვედი. საზღვართან მე გემით იყო ჩემი წამოსვლა ბათუმში. ბათუმში რომ იქ არავინ არ იყო, ახლო მახლო ჩემთან უფრო ახლო აფხაზეთის მხარე ვირჩიე და ეს იყო წყალტუბოში. წყალტუბოზე კარგ საგნახავდი აზაბები? ხო, სანატორი. აზადეიდა, აზაბებო. ბებო, კი ყველასთვის ბებო ვარ. მე 60 წლისიანებიც კიდე მეუნებიან აზაბები. ყურში უფრო ეს ხდება დეიდა არა. დღეს წყალტუბოც ნაომარს გავს აფხაზეთში. დიახ, ასეა. ხო და აი რაღაც დევნილების ტალღამ გადაუარა თავში ამ რაღაც. ძალიან გაუსაძლისი პირობები მქონდა თავიდან, შუქიც არ მქონდა, წყალიც ხო არ იყო და არ იყო. თუ წყალი მოდიოდა დაბლიდან, არა და შორიდან უნდა რაღაცა იქიდან. შორიდან სანატორიუმში იყავით? რკინიგზელში ვიყავი. რკინიგზელში ვიყავი ცენტრალურ ტრასაზე გაბლა. მიქონდა სარეცხი ჯერ რო წაიღებს სარეცხი, ისედაც მე სველი რომ მოგაკი, ისაც მძიმე. მე-4 სართულზე ვიყავი, ზემოთ ამ მქონდა, აი ეს წყლები მიმქონდა და ასე წვალობდით და მე ვამჩნევდი რომ აქ ძალიან ის რო იყო და სკოლას რო შვილი ამთავრებდა, გოგო ერთი მყავს. მე წამოვედი აქეთ. თბილისში. ხო და ეს ნაყიდი მაქვს როგორ შემიში რომ 50 კილოიან მეშოკებს ვათრებდი, დავაგროვე ფული. მე წავედი ემიგრაციაში, ვიმუშავე 27 წლის იყო. თურქეთში ხო? ხო, იზმირში. რაზე მუშაობდით ემიგრაციაში? მოხუც ვუვლიდი. ბოლოს აფხაზეთში რა მოგონებები წამოიღეთ? აი რა გახსოვთ ყველაზე მძაფრი? ძიმე მოგონებები, გენოციდი მოგვიწყეს, ბებო. ჩემი ხელითაც მყავს მეომარი დამარხულ ქართველს რო დამარხავდა ჯიდნენ იმით რომ სიკვდილის თვისიყავი განწირული
მეგრე ერთის გამარხვა მოასწარი იქვე ახლო არავინ არ იყო მეზობელი სომეხი ბიჭი მეუნება აზაო რა ფერმეო და ორივე ერთად წავედით და გამარხეთ მივაპარეთ ზღვის პირზე მე გაგრა რო აიღეს გადასვლა ვერ მოვასწარი. ანუ გირჩევნოდათ იქით დარჩენილიყავით? აფხაზეთში? რა თქმა უნდა, მე შიში იყო, თანას არ გამაჩერეს, მებრძოლმა ქართველმა ბიჭებმა წადი მოკვდები ჩვენი ტყვით, მოკვდები ჩვენი ტყვით, მოკვდებიო და რატო გეუბნებოდნენ ჩემი ტყვით მოკვდებიო? მე ჩემი დასახლება ისეთი იყო, იქიდან კოლხიდიდან მე ალახაზეში ვიყავი. იმათი ტყვია შეიძლება მომხვედროდა მე. აი საკუთარ ქვეყანაში დევნილად ცხოვრების მთავარი სირთულე რა არის? რაც იქიდან მოდის სიდუხი ჭირე დღეს კიდე უარესობაში მივდივარ. ანუ თქვენ ამბობთ რომ სოციალური გაჭირო. პენსიონერი ვარ, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ფიზიკურად ვიმუშავე, კი ძალა ხო არა მაქვს, მე შეგეძ თავი რო ვირჩინო. თქვენი ახლა შემოსავალი მარტო პენსია. პენსია არაფერი, ხო პენსიონერი ვარ, ყო 100. დევნილის არაფერი გაქვთ? 45 ლარი. ანუ დევნილებს 45 ლარი აქვს მხოლოდ კომპენსაცია? ხო, დიახ. საერთოდ მე სახელმწიფოსგან არაფერი არაზროს რაც გამოვედი, გადმოვედი იქიდან. არაფერი არ ქონიათ. არაზროს არ მქონია, ამას მე ვიტყვი. მეზობელმა ბოდიში მოგიხადათ იმისთვის, რომ გეუბნებათ, რომ ფულის გამო დადიხარო და სინამდვილეში რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მას არც კი განვიხილოთ ამას. მე იმიტომ რომ რუსი რო არ მინდა, აი რუსის ხსენებას არ მინდა, გენოციდი რომ მოაწყეს. ეხლა რა შანსი მოგცეთ, დაბრუნდებოდით გაგრაში? უეჭველია. მე გაგრაში დაბრუნდები, იმ დამარხული რომელიც ყავს ახალგაზრდა მეომარი ბიჭი, აი იმის საფლავი ვიცი, იქაც მივალ, მაგას მე ვუპატრონებ, მაგრამ მოვესწრები მებო ამას. აი სიბნელე, ყოველთვის სიბნელე და გარეთ გამოვა. ყვავილი გაქვთ? ეს ყვავილებზე გეждები, დებო, ამ ყვავილებზე ეშოს ჩემი აქ რო არის, ეს აქ წინო. ამ ყვავილებზე ადგილი არა მაქვს. ამ პატარა სივრცეში როგორ ახარებ ყვავილს? ყვავილებზე გეждები, აი სულ გარეთ დამაკიციან ამათმა. ბზეზე გავიტან, შემოვიტან. ახ ამაზე. ეს არის თქვენი სახლი? ესაა ჩემი სახლი, რომელიც შემდეგ რაც აფხაზეთი დატოვეთ. ეს ვისი ბიბლიოთეკაა? ჩემი გოგოსია. ჩემი შვილის. აი ესა ემიგრაციაშია. აი ესა ჩემი შვილი. ესა ჩემი შვილი და აგერ ისიც კიდე ჩემსავე სურდადის. აი გაგრა, ეს კი მე ვარ. ეს კიდე მე ვარ. ესეც კიდე გაგრებში რესტორანი, ესეც მე. აი ჩემი გოგო, სულ ასე დადიოდა როგორც მე. გარჩევანის წინაშე დაგაყენენ გაგრაში წახო. ნამდვილად ბებო. რას მე ლაპარაკები, ზღვის ხმაური ძილი, მე რა მშვენიერია, ზერო ამოდის და რო იცოდეთ, ისეთია და მაგან ეგ მზე არ არის და არც ეგ ხო, რო ჩადის, მე ეს მზე თვითკოს ზღვაში ისეთი კაი სანახაობა იყო, რა ვიცი.